მოგესალმებით ჩვენ ექსკურსი მეგობრების უბრალოდ აქტიური მოქალაქეები ვართ და ვცდილობთ რომ ყოველ დღე სხვა ქალაქში წავიდეთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმში ჩამოვედით გუშინ უკვე დავით საპროტესტო ერაში და დავიცანით სხვა აქტივისტების და დღეს უკვე რაღაც მცირე ჩაწერა გვაქვს იმისთვის რომ რეალურად ვისაუბროთ რა სახის პრობლემებია რა დაუწევრის წინაშე დგას ბათუმი და იქნება თუ აი თქვენგან დავიწყებთ პირველში მაინტერესებს აი ყოველდღიურად რა სახის პრობლემებს აწევთ ქალაქში და რით შეიძლება იყოს აი ბათუმის გამოწვევები და სხვა ქალაქების გამოწვევების მართალი გითხრათ, მე მგონია, რომ ბათუმი არის ძალიან და ზოგადად ბათუმელების განცდები და ემოციები რაც ძალიან სახასიათო ამ პერიოდში, იმიტომ რომ თუ არიან ახლა მგონი და ჩვენ ვართ ხო, ვისაც უნახავს და თავის კანზე გამოიწვია ასლანის პროექტი ბათუმი. ყველას გვაქვს რაღაცა დეჟავიუს განცდა და ვიძახი იგი პატარა ასლანი გავაქციეთ და დიდი ასლანი მოვიყარეთ რაღაცა ეს განცდა მუდმივად თანმდევს ამ პერიოდის მანძილზე, იმიტომ რომ ისეთი პროვინციალიზაცია, აი ესეთი რაღაცა პრიმიტივიზმი, იმ ტიპის კორუფცია, იმ ტიპის ურთიერთობები ადამიანებს შორის, აი რაღაცა რაც აი სოციუმსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რაღაცა ბიჭური როდინგი და რაღაც ამ ტიპის დამოკიდებულება ეს სულ თავიდან ბოლომდე ამ განცდებს მიტოვებს და მე მგონია რომ ეს რაღაცნაირად მაშინაც არ გვეგონდა რომ ასლანი ასე თუ შეიძლებოდა რომ ასლანის პერიოდი და ეპოქაოდეს მე დამთავრებულიყო, თუმცა აი თან ყალბზე იყო შემდგარი ხო უკვე საზოგადოება, როცა ასლანი იძულებული გახადეს რომ წასულიყო და ასე მგონია აქაც საქართველოში ძალიან მყისიერად ხდება ხოლმე ასეთი განტეხი მომენტები, იმიტომ რომ რაღაცა ბროვდება და მე რაღაცა ვულკანებით ამოფეთქავს ხოლმე და მე ველოდები რომ ამ საზოგადოებაშიც იქნება ამ ტიპის ამოფეთქვა და თვითონ რაც შეეხება ამ დაქსასული ძალების კოორდინაციას, აი ძალიან კარგი ყოველთვის მივესალმები ხოლმე თუ კი ვინმე გამოჩნდება ისეთი ძალები, რომლებიც მოძებნიან ასე თანამზრახველებს, კი არა და თანამოაზრეებს და თანამზრახველებიც გამოდიან. მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ეხლა ეს ბოლო ხანებია ძალიან მაწუხებს. ერთი არის, როცა საზოგადოებაში არის მზაობა და სოციალური აზრი და ადამიანების ცნობიერება მომწიფებული არის ცვლილებებისკენ, მაგრამ ამ მზაობას ყოველთვის შემოხვედრი პოზიცია უნდა ქონდეს პოლიტიკოსების მხრიდან. და აი სამწუხაროდ ეს აი ამ ნაწილში ცოტა პრობლემური არის და რატო არის ესეც ამაზეც მაქვს ჩემეული პასუხი, იმიტომ რომ როდესაც ავტორიტარული ხელისუფლებები არსებობენ, ძალიან კარგად ახერხებენ პოლიტიკური სპექტრის მარგინალიზაციას და აი მგონია რომ საზოგადოებას ჭირდება ძალიან დიდი გონიერება რომ აი ამას მოერიოს რა ამ პოლიტიკას, ანუ აღმოჩნდა რომ თან ესე იგი როგორი ისაა იცით პოზიცია, ნუ კაია ხა ჩვენ დიდი ვერაფერი თქვა რაღაცა იცი რა ბოროტები კი არა ვართ როგორც წინა ხელისუფლება იყო, ჩვენ უბრალოდ არც გვეშლება, უბრალოდ ცულელები ვართ, აი ეს პოზიცია უჭირავთ, ეს პოზა აქვთ მიღებული და ამათ ძალიან კარგად გამოსდის, ჩვენ ხო ვართ ასეთები, მაგრამ ისინი ჩვენზე ვარესები არიან. ანუ ნაჯეთმიდანობაზე კი არა პრეტენზია აქვს იმაზე, რომ მათი ოპონენტებს ისე კოხტად შეიძლება რომ მიაცხადოთ ტალახი, რომ რაღაცა თითქოს დაიწყო იმაზე ანგარიში, რომ რაღაცა პროცენტულად განსხვავდებიან ერთმანეთს და მე მგონია, რომ საზოგადოება აი ამაში არ უნდა ახლოს და არ შეიძლება ამაში ჩაყოლა, იმიტომ რომ წამგებიანი პოზიცია, იმიტომ რომ ყოველთვის მაშინ შეჩვეული ჭირის პოლიტიკაზე დადგება საზოგადოება. რაც შეეხება ახლა რა უნდა გავაკეთოთ, მართალი გითხრათ კონკრეტული პასუხები არა მაქვს, მაგრამ მგონია რომ ადრე თუ გვიან ორი ფაქტორი უნდა შევხვდეს რა ერთმანეთს, ერთი არის საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ მარტო არ უნდა ვიყოთ ამ
შიდა პრობლემასთან ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს მართლაც არ არის შიდა პრობლემა. ქართული ოცნების ხელისუფლება ეს არ არის უბრალოდ ქართული ოცნების ხელისუფლება, ის უკან დგას ისევ რუსეთის იმპერია. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება რაღაცა საპირწონე ძალა, რომელიც გარედან რაღაცა დონეზე ან იდეოლოგიურად, ან მორალურად, ან რაღაც დონეზე დაგვეხმარება და ბევრი ვიფიქრე იმაზეც, რომ რამდენად იმუშავებს სანქციები, მაგრამ ერთი არის, რომ სანქციების პოლიტიკაც პირველ რიგში დაარტყამს ყველაზე მოწყვლად საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად სანქციებმა შეიძლება რაღაც ტიპის სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს და უბრალოდ ასე თუ ისე თქვათ კაი ამბავი არც ეგ არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისე მოვახერხეთ, რომ ეკონომიკური სპექტრი და ეკონომიკური ძალაუფლება და ის სფეროები, რომლებიც დღეს საქართველოს ეკონომიკას ქმნიან და ჩვენს მოშობილს შეადგენენ, ხო ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ რაღაცა პოლიტიზირებულია, ხო? და ამათი ჩამოშლა ნიშნავს, რომ ეს ეკონომიკაც უნდა გადაყვეს ამან. ასე რომ საკმაოდ გონია, რომ ძალიან მარტივი ვითარება არ არის და ძალიან დიდი გონიერებაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაცერად ეს გადასვლა ერთი აი ეს გარდამავალი პერიოდი ისე გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა როგორც 90-იანებში იყო, უკიდურეს კრიზისში არ ჩავარდოთ. არ ვიცი ხა რამდენად დაალაგებულად ვისაუბრებ, მაგრამ მართ არ გითხრათ ეს ახლა რაღაცა ცნობიერების ნაკადის პრინციპით ვისაუბრე, იმიტომ რომ რაც მართლა ჟიგით პაწუხებს ეს თვიდა. ეხლა თუ თქვენ სტრუქტურირებას მიცემთ ამ საუბარს და რაღაცა მიმართულებას მიცემთ, ძალიან კარგი იქნება. ხო, იყო რითი განსხვავდება ჩვენი ქალაქის გამოწვევები. როგორც ჩემი გადასახადიდან როგორ რაღაცა ბათუმზე რა თქმა უნდა პირველ რიგში ახლა თბილისიდან ამოსახლებას ტელევიზიაში ჩასვლა პირველ რიგში და მეორე საკითხი არის ის, რომ რუსების აი ეს ორი საკითხი არის ძალიან დომინანტური და ანუ ეს რა თქმა უნდა არის ისაც ყველა მიცხვენ მუსიკით ზოგადად არც მოდის ინფორმაცია და შეიძლება რაღაცები არ ვიცოდეთ რა და ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ როგორც გამოწვევა როგორც ხედავთ თბილისიდან ბათუმს ვითანხმებით ასეც არის, მაგრამ მაინც ესე ვიწროთ არ გადავიხილავ არტიზიას თემას და არ მგონია რომ ეს ბათუმის არც შეიძლება დავწმოთ ფიქრი სიამოვნია რომ ესეთი სერიოზული გამოწვევა მთელი საზოგადოებისთვის და ბათუმი აქ არ არის რაღაცა უფრო მეტი ან უფრო ნაკლები არ მაქვს განსხვავება მგონია რომ ყოველთვის ერთმანეთს მძაფრი უნდა იყოს ის რაც ხდება ისევე როგორც ჩემთვის მაგალითად ძალიან რთული არის, ну, თვითონ ხა ობიექტური შევიყო, კი, ზიას მე ვიცნობ, ასთან შაობი თანამშრომლობდი და მეგობრობდი და ნუ კიდევ უფრო სუბიექტური დამოკიდებულებას, მაგრამ იმ ბიჭების მიმართ, რომლის თქვათ არ არის ბათუმელები, მაგრამ პატიმრობაში არიან, ასევე მგონია, რომ ჩვენი პრობლემაა ყველასი ერთად, ისე რომ ასე არ გამოვკვდიეს და რაც შეეხება რაღაც ექსპანსია თუ რა ქვია ამას ბიძალა თუ ასე შემდეგ იცით რა შეიძლება შემთხვევით არ არის რომ ეს ყველაფერი ბათუმში ხდება იმიტომ რომ ბათუმს საკუთრივ ტურისტული ქალაქია აქვს ესეთი ნაკლები მზნობელობა უცხო ადამიანების მიმართ მაგრამ ეს არის რაღაც სეზონურად ხოლმე რა ვიცით რომ შეგვებულები ვართ ნეგატიურ კონტექსტში ამბობ ვიცით რომ მოდის ზაფხული და ჩვენ გვირთულდება ცხოვრება თქვათ იქ რაღაც გადაადგილდება რთულდება იქ რა ვიცი საკუთარი პროდუქტების ფასი იზრდება საერთოდ ხო ნუ წვერი მეტია რაღაცა ნუ დისკომფორტი გვაქვს შეიძლება მაგრამ ეხლა ეს ზუსტად იმით შეიმჩნევა რომ ეს ყველაფერი აღარ არის ტურისტული და ამას უკვე სხვა ტიპის ხასიათი რომ ეს აღარ არის მხოლოდ სეზონური და აქ ადამიანები წლებია ცხოვრობენ და ხანდახან უცხოად გეუბნებით და არ მგონია რომ ვაჭარბებ განცდაც მაქვს რომ უცხო ქალაქში ვარ ну ამას ბევრი რამე განაპირობებს ერთი ის გარემო რომელიც ჩვენ სიკვდილით ძალიან სწრაფად იცვლება და ის სივრცეები რომელიცთანაც ჩვენ მაგვაქვს ძალიან მალე იკარგება მაგრამ მეორეა ეს ხალხი უცხო ადამიანები სხვა ენაზე მოსაუბრეები ну ამ ქალაქში
რუსული იციან და აღმოჩნდა რომ რაღაც დრომდე გადარჩენის საშუალებას დარჩა, მე მგონი კოცური ეკონომიკისთვისაც დარჩა პირობა, მსხვერპლი აქციების უერთდებოდნენ, ჩვენ გადაწყვეტეთ რომ მომზე ხელი მოვვითმოთ და რაღაც საამდაბარი მოსახლეობაშიც გაჩნდა. მე არ ვიცი როგორ მიიღებს ჩვენი მსმენელი ყურება, მაგრამ ეს განცდა მაგ ვცდილობთ რომ აი მოვერგოთ და ამით გადავრჩეთ, თუმცა უკვე ჩანს 2022 დაიწყო ომი, ისინი კიდევ უფრო ადრე ჩამოვიდნენ, მაგრამ უკვე ჩანს რომ ეს ხალხი ჩვენზე დამოკიდებულები აღარ არიან, ის ეტაპი გადაიარეს, როცა პირველად ჩამოვიდნენ და ჩვენ სერვისებს იღებდნენ, ეხლა ეს ამ ქალაქი ქალაქშია და მათ აქვს ყველაფერი თავისი, ყველა სერვისი თავისი აქვს, აი რა ვიცი, სალონზე მისვლამდე და ბაღებზე და სკოლებზე მისვლამდე. ოღონდ ეს ყველაფერი არაფორმალურად არის და არ არის თქვათ რაღაც სისტემურად დალაგებული და ესეც იმ პრინციპის შედეგია, რომელიც აქვს ხელისუფლებას ჯუნგლების კანონი. ჯუნგლების კანონის კიდევ ერთი პირობა ის არის, რომ იცით ხო, ადამიანი ატიოსანი შრომელი ბიჭი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად მიხედოს მის ოჯახს და რა ვიცი, ალბათ კიდე სხვებსაც, პატიოსნაც სამუშაო ადგილები გაიჩინა და ემუშავა და რა ვიცი, მისი შრომით მოეპოვებინა პური, მივიდნენ და უთხრეს, რომ წილი უნდა მოქცეო ვიღაც ქურდებმა და ბანდიტებმა. აი ახალგაზრდა ბიჭი, 32 წლის ბიჭი, რომელიც ჩაცხრილეს, მხოლოდ იმიტომ, რომ წილები არ გაუზიარა ქურდულ სამყაროს, ან დაბრუნდა ეს ამბები და ხო, ბევრი მძიმე პირობა არის, რის გამოც ხან მე თვითონაც მენტალურად სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირს არ გაუბრაზდე და არ გავღიზიანდე ჩემივე ქალაქში. აღარ არის ის განცდა რა რაღაცა, რომ იყო პერიოდი, ამბობდი, რომ მე მიყვარს ჩემი ქალაქი და ამ ქალაქში ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ აქ დავიბადე და ის რაც ამ ქალაქს ახასიათებს, ის მაბედნიერებს, მაგრამ ეხლა პირიქით ხდება, ბევრი რამე მაღიზიანებს, მაბრაზებს და სიმართლე გითხრათ ადგილსაც ვერ პოულობ. კიდე ერთი პირობა, მე კიდე რაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის თქვა ბათუმის განსაკუთრებული უბედურება და რომ ეს სხვა ქალაქებსაც ახასიათებს მეტნაკლებად ცოტა ხნის წინ ალბათ არ არის, ერთი თვით არ არის გასული, ვიყავი ჭიათურაში და ჭიათურელ გაფიცულებს შევხვდით მაღაროელებს და იქ ჩემთან გასაკვირად ადამიანები, გასაკვირად რა მუშები ძალიან სწორად სვამდნენ საკითხს და ამბობდნენ, რომ კი ბატონო, ჩვენ რესურსი გვაქვს, ეს რესურსი უნდა მოვიპოვოთ და მოვიხმაროთ, მაგრამ აი ძალიან აკადემიურად სწორად ითხოვდნენ, რომ ქალაქი რომ არ თქვათ ეკოლოგიურად არ გაუბედურდეს, აქ ცხოვრება შესაძლებელი იყოს, ისე როგორც ბათუმში. ხო, ითხოვდნენ ზონებს, რომ აი რაღაც იყოს საწარმოო ზონი, საცხოვრებელი ზონა და საცხოვრებელ სახლებს ნუ გამოუთხრის ძირს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ახლოს არის ჩემთვის ეს თემა, რომ ჩვენც ესე ვართ რა, სახლებს გვივნელებენ, ხანდახან გამოდის, რომ რაღაცა სულ იქ მივდივარ, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო, თუნდაც რა ვიცი 15 წლის წინ, ისევ იმ გზაზე მივდივარ, ისევ ის მგონია პრიორიტეტი, მაგრამ მესმის, რომ დღეს რაღაცები შეიცვალა და თითქოს ეს ჩვენი გარემო მეორე ხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ მთავარი ღირებულება არის დასაცავი, რა ვიცი, აზრის და სიტყვის გამოთქმა, არათუ საცხოვრებლის, ეგეც უკვე ის გახდა, რა ქვია. კიდევ უფრო სხვა პრიორიტეტები დაგვილაგდა და აგერა უკვე გამოვიდა გვიშინ 19 წლის ბიჭი თასვეს ციხეში, მეორეჯერ მოსამართლე, რომელმაც პირველად რო დაიჭირა გზის გადაკვეთის თუ რა ვიცი, ესეთი რაღაც აქციების პერიოდში, ის იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არანაირი გამართების გამოცდილება არ ჰქონდა, რო გაიცინა სასამართლოს ხდომაზე და უბრალოდ გაგვიღიმა, ვიღიმიო უთხრამი. ჩვენ ყავს მოსამართლეები, მოძალადეები, რომლებიც ცდილობენ და ის ხელისუფლება, რომელიც გეუბნება, რომ შეიძლება გაბრაზდე, შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეს, მაგრამ შენ არ გაგვიქნება, რომ ეს გამოხატო.
უნდა იყოს ჩუმა და ანუ ძალიან მძიმე პირობებში ვართ ამ ქალაქშიც, ანუ ჩვენი გამოცდილება გვაქვს. მე ვიცი რომ თბილისში თუ ყველას იმათ თქვენი გამოცდილება გაქვთ იქ რა ვიცი თელავშიც თავისი, მაგრამ ჩვენაც ძალიან ტრაუმული გამოცდილება გვაქვს და რაც შეეხება გამოსავალს არ ვიცი, ხაი ლალიც ამოვდა და მეც ვფიქრობ, რომ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს ჩვენ, სხვა არჩევანი, ან ჩვენ თუ დავნებდებით, ნიშნავს, რომ ამ მოცემულობას რომ ადამიანებს კლავენ თავის სამუშაო ადგილზე და გაღიმებას უგზალავენ და გაბრაზებას უგზალავენ, ამ პირობებში მოგვიწევს ყოფა და მწყდეულები ვართ ასე რომ ეხლა უკვე თუ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, უკეთესად ვერ ვიქნებ. მე რამდენიმე რამაზე შემიძლია საუბარი, რაც თბილისში არ არის და ბათუმში არის. ერთი არა რუსები ყველგან არიან, ეს ყველგან იმდენად ყველგან არა ბიზნესები, მაღაზიები, მცირე დიდი ამ ყველგან უკვე ეგენი არიან, ოღონდ გაწვილი აქვს ისევ საკუთარ ერზე, იმიტომ რომ მე ხშირად მინახავს რუსულ კაფეებში რუსები არიან. ნუ არა მარტო რუსები, ახლა სხვაებიც, ებრაელებიც არიან, ირანელებიც არიან, თურქებიც არიან, ქსენოფობია დროა ჩამოყალიბდეს და მარტო ერთ რაღაცაზე არ ვისაუბრო, უბრალოდ ჩვენი ეკონომიკა, ისეთ ეკონომისტები და მეტად მოშესავლელი ბათუმის მიმართულებით, იმდენად ტურიზმზეა დამოკიდებული და იმდენად სეზონურია, რომ იმ სეზონზეც უკვე ვეღარ ვაჭრობენ ქართველები იმ დონით, როგორც ადრე. მაგრამ მეორე მხარე ისაა, რომ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების სფერო ამ მიმართულებით ბათუმში რაც არის, ძირითადად დამოკიდებულია ისევ და ისევ რუსებზე და ამიტომაც აგრესიას დიდად არ იწვევს ხალხში, იმიტომ რომ რომაგიან ჩემი თანატოლები მეუბნებოდა, რომ აი რუსები ტიპს მიტოვებენ, უკრაინელები არა, ანუ რაღაცა მსგავსებს მეუბნებოდნენ. მე კი მიკვირდა შეიძლება მათ ყვებდნენ, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ამას ამბობდნენ და ამით იმართლებდნენ თავს, რა ხშირად იმის გამო რომ პროტესტს არ გამოხატავდნენ, ისინი უფრო კულტურულები არიან და მსგავსი და რა მე მგონია რომ ეს ტყუილია, მაგრამ შეიძლება მათი პოზიციიდან ასე ჩანს. ეს არის ფუნდამენტური სხვაობა, რაც ბათუმს განსხვავებს ყველა სხვა ქალაქისგან რუსებთან მიმართებით განსაკუთრებით, მაგრამ მაინც აქტივიზმი იმ დონეზე გვაქვს შემორჩენილი, ალბათ უფრო ანახლავს სწავლობთ, რომ თუნდაც მცირე, მაგრამ კრიტიკულ მასას შეუძლია, რომ პროცესი რაღაც მომენტში მართოს. მაგალითად, რუსულ გემის აქციაზე, როცა ისეთ განცხადებები საკეთებდნენ ტურისტები, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას არღვევდა, ცოტა რადიკალური გზებით, არამოსაწონი გზებითაც შეიძლება ოპერაციებისთვის, შეიძლება ჩემთვისაც, მაგრამ ანუ დათმობაზე არ წავსულვართ და მოუწიეთ, რომ დისკომფორტში ყოფილიყვნენ და შემდეგ დატოვოს რა. გრაფიკით დატოვეს თუ მანამდე და ყოველ შემთხვევაში აქ რაც იყვნენ, რა პერიოდის აქ გაატარეს, სულ იყო მათაც მორალური წნეხი და ფსიქოლოგიური, რომ ანუ შესვლამდეც ეთქობათ. ხო, ორივეჯერ ეგეთი მომენტი იყო, ანუ სადღაც დისკომფორტი, ხო, რუსკი კარაპლები გავუშვით იმ გზაზე, რასაც ახლა ბოლო პერიოდში უკრაინა უშუშეთ. მეორე სხვაობა ამ რუსეთს რა დავენებოთ და შიდა წლებში ქოციანობას შევეხოთ, არის განსხვავება უნივერსიტეტებს შორის. ბათუმი, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა აქ ცალკე მთავრობა გვაქვს, ანუ ჩათვალეთ, რომ ბათუმს ყავს ცალკე მთავრობა. იმდენად ძლიერად აქვთ ფეხი მოკიდებული ბევრ რამეში, რომ აი უნივერსიტეტს მართავენ, აი ეს დაწყაბულებას. ასაც უნდათ, როგორც უნდათ, იმას აკეთებენ ქართული ეცემის ახალგაზრდობის წევრებს, პროექტებს თვითონ უფინანსებენ. ერთ-ერთი წევრი მეუბნებოდა, ეხსახეს დაგვარს ვერ ვიტყვი და ფაქტიც არ მაქვს, მაგრამ ინფორმაციის დონეზე, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე ქართული ეცემის ახალგაზრდობის რამდენიმე წევრისგან შექმნა ჩატი, ჩაუგდო პროექტები წინა წლებში დაფინანსებული, უთხრა რომ აირჩიეთ, გადახედეთ სახელების შეცვალეთ და დაგიფინანსებთ. ანუ ვინც კრიტიკულადაა განწყობილი ქართული ოცნების მიმართ უნივერსიტეტში, იმათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, შეიძლება ფულებზეც პრობლემები შეექმნათ. ანუ ამას იმიტომ ამბობ, რომ თბილისში არ ვიცი ასე მკაფიოდ თუ არის, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ძალიან დიდად აფიქსირებს პოზიციას. მეორეა, რომ გაფიცვების პერიოდში ადმინისტრაცია მთლიანად ჩართული რა, ლექტორ მასწავლებლებიანად ძალიან ცოტა ოპოზიციურად განწყობილი კი არა. აი ისეთი, ვისაც ღიად შეუძლია საუბარი. შეიძლება შეგვით ბევრია
ოპოზიციურად განწყობილი. მათ შორის ერთ-ერთ დეკანთან ვისაუბრია და პირად საუბარში უთქვამთ, რომ გეთანხმები ესეც ამბობ, მაგრამ საჯაროდ საერთოდ სხვა პოზიციას აფიქსირებს. ბევრი ეგეთი შემთხვევაა რა, აი სტორებში რო გიგულებენ, მაგრამ პოსტებს რო ვერ გილაიქებენ, აი უამრავი ადმინისტრაციის თანამშრომელი და კიდე ამბავი ისა, რომ კლიანი სტრუქტურა აქვს რა, ეხლა მოიყვანეს უმაღლეს საბჭოს დეპუტატი, რექტორად დაგვასვეს თანხა. და აი სტუდენტებში უკვე აღარ არის განცდა ამ საპროტესტო აქციები თუნდაც ან რაღაცების გავხსებით, რომ შედეგს ვერ ხედავენ რა. მესმის არ მესმის სხვა ამბავი, თან მესმის, თან არ მესმის, მაგრამ ამ შედეგის თვალსაზრისით აი ვიღაცა ნეიტრალურად განწყობილი ტიპისთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ იყო აქციაზე, იყო გაფიცული აპროტესტები და რაღაცა, მაგრამ მე დაგიცავ და სტორებში ლაიქებისთვის რაღაც ნახევარი დასაკმაყოფილებლად იქცა ეს ყველაფერი. თლად ვერ ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ იმდენ დიდი ზეწოლა აი მაგალითად გასულ მახსოვს 29 აპრილს იყო მე მგონი ქართულებსების აქცია ხო თბილისში. ლონდონში არა 29 აპრილს გაზაფხულზე რუსული კანონის პარალელური რო იყო. მოკლედ უნივერსიტეტის თვითმმართველობას ჯერჯერობით კავშირების შემოჩენილი იქის. უნივერსიტეტის თვითმმართველობას დაავალეს რომ წაიყვანეთ ხალხი. ერთი მარშრუტა ხალხი ვერ ააგროვეს და მთელი ადმინისტრაცია იყო ჩართული ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებსაც ეუბნებოდნენ რომ წამოდით რაღაცა ჩუმად იყავით, არაფერი ხმა არ მოიღოთ, პრობლემები არ შეგექმნებათ, მე პროექტებს აგიფინანსებთ და შემდეგ და შედეგი გვაქვს რა. ეგეთი მოცემულობა გვაქვს. გამოსავალზე ცოტა ნიჰილისტურად ვუყურე, ადრე უფრო ნიჰილისტურად ვიყავი რაღაც ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ აი ეს მე ჩემი შეხედულება მქონდა რომ ყველაფერი უნდა მორჩილიყო დეკემბრის თვეში. იმიტომ რომ ჩემი აზრით საზოგადოების დიდ ნაწილს გაყალბებული არჩევნები არ გაუპროტესტებია და გამოვიდა კობაქიძის განცხადების გასაპროტესტებლად. იმ მუხს სჭირდებოდა სწორი მართვა, სწორი გამოყენება, არ ვსაუბრობ რადიკალურ ხსებზე, იმიტომ რომ მშვიდობიანი სიტუაციის რაღაც მომენტში ბევრი და დიდი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. ახლა ბევრი რამ უყურებიანია, იმიტომ რომ ოპოზიციაზე ვიტყვი, გამოსავალი მე პარტიების იქით არ მესახება სამწუხაროდ. თუ ესენი წავლენ და მე რაღაც სხვა გამოჩნდება, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ აი რომ ვამბობთ, რომ ძელვადიანი ბრძოლაა, მიცვეთანხმები, მაგრამ ამ ძელვადიან ბრძოლას სჭირდება საერთო სტრატეგია. არასაერთო სტრატეგიით მივდივართ იმაზე, რომ მხოლოდ პარტიულ წესრიგებზე დავდივართ და აი ვიღაცა ერთ სიტყვის მე განსხვავებული მოღალატეობა. აქედან მხრიდანაც იგივე, მე ვამბობ, შენ თუ არ მეთანხმები, მოღალატე ხარ და ეს დადის ამომრჩევლის დონეზე და ამომრჩევლის თვალში ყველაფერი ჩანს, რომ ანუ ესენი მართლა ქვეყნის გადასარჩენად კი არ არიან და რაღაცა ჩვენი სასიკეთო კი არ უნდა. უბრალოდ კიდი ვართ რა, თვითონ ერთმანეთში ვერ დალაგდნენ და ეხლა ერთმანეთს ჭამენ, ვინ უფრო მეტ პროცენტობას აიღებს, ვინ უფრო გადაარჩენს პარტიას ან არ გადაარჩენს, ანუ ვინ ვისი მოთამაშეა და მაგ კონსპირაციული თეორიები მიდის და ბოლო პერიოდში მესმის, რომ აი ყველა პარტია ქოცია და ყველა პარტიაში ვიღაცა ქოცების ჩასმულია, ქოცების თამაშს თამაშობს, ყველაზე მესმის და არ ვიცი რა, მართლა დიდი დრო ჰქონდათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ყველას, რომ როგორც მინიმუმ ერთმანეთთან დამწყდარიყვნენ და თუ ვერ შეთანხმებოდნენ, ერთმანეთისთვის მოღალატეები არ ეწადათ რა. ეს დამოკიდებულება საზოგადოებაზე იმდენად ისახება, რომ აი ხალხი დაღლილია რომ ამბობენ, ჩემი ეს მართლა დაღლილია. გამოსავალი ჯერ ვერ ვხედავ. გამოვიზრე. ხო, მეც გამოსაცდელი ვარ, ფიქრელი ამერეთები, მაგრამ ხო, მე მგონი ყველას ეგ მოცემულობა გვაქვს, რომ ყველა ჩვენ თავში უნდა დავფიქრდეთ, რა გვიღირს, სადამდე გვიღირს და სწორი ტაქტიკით, ანუ მე ოპოზიციურ პარტიებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ამ წუთას მუხტის თუნდაც აქციების მართვის გარეშე პოლიტიკური დღესასრიგის შედგენა და რეჟიმის დამარცხება არ ვიცი, ამ პირობებში წარმოუდგენელი მგონია მათ გარეშე. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს გვყავს, თუ არ მოგწონს, უნდა შევცვალოთ ჩვენ თვითონ. ჩვენც არ ვცვლით და მე მხოლოდ იმედს ვსაუბრობ, რომ კეიცუდები არიან, მაგრამ ჩემს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება გვმართებს ჩვენს და მათ კიდევ უფრო რა. ეს მგონია გამოსავალი რა, საუბარი საერთო სტრატეგიებზე და მიზნებზე შეჯერება ყველას მხრიდან, კომპრომისებზე წასვლა,
და კიდე რაც არ მოწონს ძალიან გამოგხსენდა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებს არ უყვართ შეცდომების აღიარება. აი რაღაცას რო იყვიან და მე რომ ვფიქრობ რომ ეს შეცდომა იძახია რომ აი პრინციპული გადაწყვეტილებაა და ამას ვაწვევი ბოლომდე და ან პრინციპით იკუთება ყველანაირი შეცდომა პრინციპულად შეიძლება ჭაობში ჩაგდენ და კიდიათ რა აი ეს პრინციპი საერთოდ არა პრინციპი მაგრამ საკუთარი ეგოა ის რომ აი მე რო შეცდომა დავუშვი ეს ვაღიარო ამას უბრალოდ მე გვიფუთავე ჩვენ პრინციპად რაღაც გვევლინებიან მხსნელებად, მოსეებად და რაღაცა და ჩვენ რაღაც ამის კრიტიკულად განვიხილავთ, მე ჩვენ მოღალატეები ვართ, ჩვენ არ გვესმის პოლიტიკა და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. და გამოსავალის თქვი და პრობლემებიც თქვი ჩემს. მეტი არ ვიცი, სხვას დაუთმობს, ძალიან გამიგზავნა. არჩილის მასშტაბებიდან გამომდინარე, აი მოკლედ ჭრილში გამახსენდა და ვთქვი თუ შეიძლება გასულ წელს ვმუშაობდი ესპანურ კომპანიაში. მართალია იურისტის პოზიციაზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ კომპანიას ჰქონდა უძრავი ქონება, რომელსაც მე აქირავდი და აი მინდა ვთქვა ის ფაქტი, რომ იმდენად დიდია ბათუმში ეს რუსებზე ქონების რეგისტრაცია გაადვილებული და იმდენად დიდი ბაბლია და იმდენად თვითონ აქირავები. შეიძლება ვიღაცას თქვა გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქართველისთვის ეგეც პრობლემა, რომ თქვა ესპანელი და თქვა ესპანური ევროპული კომპანია აქირავს, მაგრამ იმდენად დიდია და რუსული სპექტრი იმდენად დიდია ბათუმში და იმდენად ეხლა კონკრეტული, რომ ესპანური კომპანია ვერაფერს ვერ აკეთებდა. საკუთარი ბაბლი აქვს მერე, სადაც აქირავებენ და მოკლედ ქართველებს ეს როგორ აისახება, კი იცით, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემოსავლის წყარო არის, რომ თქვა ქართველები ყიდულობენ უძრავ ქონებას და მერე აქირავენ. ის გამო რომ თქვა ცხოვრობს ესეთ ტურისტულ ზონაში. მე კიდე ჩემთვის მთავარი თემა რაც არის ეს უფრო მასშტაბური არის და მთელი საქართველოს ეხება. მე პროფესიით იურისტი ვარ და ლინგვისტი ასევე. ყოველთვის ჩემი ინტერესის სფერო იყო გამოძიება, მაგრამ პირველივე დღეს როცა განყოფილებაში მივედი პრაქტიკაზე, აღარ მივსურვებდი. ვიზეზები თქვენს გეცოდინებთ, ეხლა იმდენად ცუდი სიტუაცია არის და თქვა აზრი არა აქვს. ან იურისტები ფაქტობრივად არ არის. არიან ადამიანები, ვინც პოლიციის აკადემიაში რამდენიმე თვე თქვა რაღაც წუთნები გაიარა, ჩამოვიდა გამოძიებელი და ამ ადამიანებზე დამოკიდებული ჩვენი თავისუფლებაც, მე ჯანმრთელობაც, სიცოცხლეც არ ვიცი ყველაფერი და ეს მოკლედ ძალიან მწყის, იმიტომ რომ მე პირადად ხამის წლებში მუშაობდი სტუდენტობისას და კარგი სტუდენტობა მქონდა. მე კიდე ჩემთვის მთავარი თემა რაც არის ჟესტურმა ენამ მიყო განსაკუთრებით ჩემი ყურადღება ბოლო პერიოდში, როგორც ლინგვისტის. პირველი პრობლემა რაც არის, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქართული დამწერლობა არის ეს დიდი კულტურა გვაქვს, ისტორია გვაქვს და ქართული ჟესტური ენა მიუხედავად იმისა, რომ სული რესურსი გვაქვს ამის, დღემდე არის შემორჩენილი, თუნდაც ასოები, თუნდაც რაღაც ჟესტები საბჭოთა კავშირიდან. აი მაგალითად რუსებს, ბელორუსებს და აი ამ ძველი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ამის ჟესტური ენა ფაქტობრივად ერთია. ჩემი თქვათ მიზანი და იდეა, როგორც ლინგვისტისთვის და თქვათ ჟესტური ენის სპეციალისტვის არის ის, რომ თქვათ ეს რაღაცები ჩავანაცვლო და მაქსიმალურად ქართული იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს გადმოსახედიდან ამის საშუალება არ მეცი. მე კიდე მინდა ესეთი რაღაც ვთქვა, სავარაუდოდ ეს მაინც და მაინც ესეთი გაშღერებული თემა არ არის. წინასაარჩევნოდ მე მივედი ბანაკში, ვთხოვე პარტიებს, რომ თქვათ შეხვედროდნენ ამ თემებს, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 18 თუ 20% არის შუშუმპირი. დაახლოებით იმიტომ ვიყენებ ამ სიტყვას, რომ სტატისტიკა საქართველოში არ გაგვაჩნია, რადგან 60 წლის ზემოთ, როცა საპენსიო ასაკი საპენსიო თანხა იმატებს, ეს ადამიანები შუშუმპირის სტატუსზე უარს ამბობენ, აი ოდნავ მეტი რომ აიღონეს ეგრეთ წოდებული პენსია. მე წინასაარჩევნოდ მიყავთ ეს ადამიანები, აი მაგ არჩევნებს უკეთებენ და ასწავლენ როგორ უნდა შემოხაზონ 51. და დამეთანხმებით ალბათ რომ შუშუმპირების რაოდენობა არჩევნებისთვის ძალიან დიდი ზალა არის და ფაქტობრივად გადამწყვეტიც არის. მე კი ბატონო ვთქვათ პარტიები შეეცადნენ შეხვედროდნენ ამ ადამიანებს, მაგრამ იმენა ჩაკეტილი ბაბლი არის. იმის გამო რომ ვთქვათ ენის ბარიერი არის, არიციან ვთქვათ ზოგადად რა ხდება ქვეყანაში, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, შეიძლება დღეში სადღაც 9 საათი ტელევიზორში ჟესტური ენის სპეციალისტი თარგმნიდეს. ეს დამეთანხმებით რომ არ არის საკმარისი და ძალიან დიდი პრობლემაა. მე როგორც ახალგაზრდას და ვთქვათ იმ ადამიანს, ვისაც ამ ადამიანებზე შესტყევებული, იმიტომ რომ
მართლა მგონია რომ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა. მე შეიძლება ძალიან კარგად ვიცი მაგრამ ვერ ვხატავ. ხო, ჩემ მეგობრები ვთქვათ, მენის არ მქონეები შეიძლება ვთქვათ ეს პრობლემა აქვს, მაგრამ ზოგი დიზაინერია, ზოგი მზარეულია, ისეთი რაღაცები შეუძლიათ აკეთებენ, რასაც მე ვერ ვაკეთებ. ხო და ზოგადად ძალიან წდებებული დაკარგულ ნიჭზე. მგონია რომ ეს პრობლემა იმდენად დიდია, რომ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რაღაცნაირად კოვიდის დროს. წარმოიდგინეთ, მაღალმთიან რაიონებში, თქვათ, სმენის არ მქონეებს, ვისაც არ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა, იმის გამო გარდაიცვალა ძალიან ბევრი, რომ არ არსებობდა, თქვათ, კომუნიკაცია და არ არსებობდნენ ადამიანები, ძალიან ცოტა შესტურენი სპეციალისტი საქართველოში, ვინც აუხსნიდა და ეტყოდა, რომ აი რეგულაციები უნდა დაიცვა, თავს უნდა გაუფრთხილდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა და ეს ფაქტი იმიტომ მომყავს, რომ ამ ადამიანების შემთხვევაში კომუნიკაცია არის მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობანი რა და მე მინდა რომ ეხლა თქვენ არხან დაინტერესებული ადამიანები ხართ, აქტიური ადამიანები ხართ, მინდა რომ რაღაც ჩვენ შევცვალოთ, რაღაც შევცვალოთ. აი მაგალითად თუნდაც ესეთი იდეა მქონდა, არ ვიცი, თქვენც თუ დამეთანხმებით, იქნებ ერთადაც დავაორგანიზოთ, რა, აი გავაკეთოთ თუნდაც რაღაც ერთგვარი ივენთი, მაგალითად სმენის, შეზღუდული სმენის მქონეებისთვის, მაგალითად შეგვიძლიათ შეიძლება რაღაცა მიფიქროს არ ესმით, მაგრამ ბასები და მსგავსი ვთქვათ გაძლიერებული მუსიკა ესმით, აი თუნდაც რაღაც ივენთები, შეხვედრები მოვაწყოთ, ან რა ვიცი, ვთარგმნოთ, მეც დაგეხმარებით, მივაწოდოთ ინფორმაცია რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ აი მაინც და მაინც წინა საარჩევნოდ, აი 5 დღით ადრე მე ვეღარ გამოიყვან რა, მგონია რომ კომუნიკაციაში უნდა შევიდეთ ამ ხალხთან და როცა ამათი ძალაც უნდა გამოვიყენოთ და მგონია რომ ჩვენც უნდა გამოვადგეთ მათ და ისინიც უნდა გამოვადგნენ ჩვენ რა. საკმაოდ ისეთი პრობლემა, რომელიც მგონია რომ ისევ და ისევ ჩვენი მოთხოვება უნდა გადაჭრეს რა. ხო, რა ჩვენ არ ვისმენთ ხოლმე რაღაც პრობლემა გახოს არ არის, საზოგადოებას. და აქციებზე ხშირი იყო შემთხვევა, რომ ისეცემდნენ ამ ადამიანებს, რომ თვალებს უზიანებთ, ხო და თვალები ამ ადამიანების შემთხვევაში არის კომუნიკაციის ერთადერთი წყარო, ჟესტებს ხედავ. ანუ წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოხდეს, როცა სმენის არ მქონენ დაკარგოს ხედავ. ფაქტობრივად აღარ არსებობს რა, ძალიან რთული იქნება და ეს შემთხვევები რო არ არის გამოძიებული და არც პასუხისგება შემიცემული, ჩემზე უკეთ ალბათ იცით. ძალიან გაბრაზებული ვარ მართლა ამ საკითხზე, ძალიან მისახედია და მგონია რომ რაღაცა ჩვენ უნდა დავიწყოთ რა და არ უნდა დაგვეზაროს. მადლობა დიდი. ბათუმელებმა გააკეთა ჩემზე სიუჟეტი და 4 საათნახევარი ვილაპარაკე. და მე გული დამწყდა მესამედიც ვერ ვილაპარაკე მეთქი, რაც ვიდოდა მეთქვა მეთქი და ისაზრი. კაი გავემზადები. არა და მოკლედ მე ყველა ჩემი კომენტარს ვიწყებ ამ სიტყვებით. მე ვარ სოხუმელი და აი ამ დროშის ქვეშ სოხუმში 15 ვაჟკაცი მყავს დავუკვირდი. და ეს გაპარი არა, მართლა 19 თქვენ ხელა ბავშვები ვარიან დარი. ახლა ციხეში როზიან, ბიჭებო, თქვენ ციხეში ხართ და გამოგიყვანთ აუცილებლად და ჩემი ბიჭები მყარი არის. მეტი რა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ვცხოვრობ რა 69 წლიდან დავდივარ ბათუმში და აქ ბათუმის აღშენებლობა ზეპირად მახსოვს ყველაფერი. როდესაც მიკითხებოდნენ სადაური ხარო, ვეუბნები სოხუმში დავიბადე, სამტრედიაში გავიზარდე, ბათუმში ცხოვრებაზე ნახევარი ცხოვრებაზე მეტი გავატარე. სოჩა ჩემი ქალაქი იყო, თბილისი ჩემი დედაქალაქია მეთქი და საქართველოს შვილი ვარ ალბათ. ხშირად ვცდილობ სიბრძნის მოყვანას საუბარში, იმიტომ რომ სიტყვას ფასი ქონდეს. სიბრძნე არის მილიარდობით ადამიანმა რომ გაიზიარა და თქვა რომ ეს ჭეშმარიტებაო. ამიტომ ახლა ზამთარში რომ აქცია 191 დღე კი არა, 192 დღე კი არა, 37 წელია ფაქტიურად სულ პროტესტში ვარ. სულ უსამართლობას ვებძვი. 87 წელში გავაპროტესტეთ ლაპირველად კომუნისტური პარტიის ისტორიას მასწავლებდნენ და არჩევაბარებ მეთქი უთხარი. და ლექტორმაც ამება მხარი. მე მგონია მოსკოვში წითელ მოედანზე ამ დროში თუ არ გასული. თუ არ ვწდები ერთადერთი ვარ მე და სხვათა შორის გუდაუთაში
ლიხდია სოფელი არასდროს არ აფრიალებულა საქართველოს დამოუკიდებელი დროშა მე ვიყავი მარტო ერთადერთი რომ გავედი ამ დროში ხალხო ვარ ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში მე აი ყოველთვის ვამბობთ 1000 ჯერ რომ დამჭირდეს თქმა 1000 ჯერ ვიტყვი მინდა ყოველი ადამიანის ყურემდე მივიტანო და ყოველი ადამიანმა გაიგოს რომ ისე აჩქარებული დრო რომ ფაქტიურად საქართველოში 10000 წლის განმავლობაში თაობა არ აღზრდილა ისეთი რომელმაც ომი და ბრძოლა არ გამოუვლია და ყოველთვის ბრძოლაში იყო ქართველი და ყოველთვის სანატრები იყო ცივილიზაციისკენ მიდრეკილება და მით უმეტესად ერა გონიოში რომაული დიდი რომის იმპერიის ნანგრევები რომლებიც ერთადერთი საქართველოს აღიარებდნენ ცივილიზებული ქვეყნად და იმ დონეზე აჩქარებულია დრო რომ ყველაზე სანატრელი დროს მივახციეთ რომ შეგვიძლია მომავალი თაობამ არ იცოდეს რა არის ომი და ევროკავშირი და ევრორეგულაციები ნიშნავს რომ ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ და არა სულ ბრძოლაში ვიყო და იმავე დროს ისე საშინელ მდგომარეობაში ვართ რომ აი 4 ფაქტი უნდა დავიმახსოვროთ როგორც 2x2 პირველი ფაქტია რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლულია და არა დაღუპული მოკლეს მეორე ფაქტია ის რომ სოჭი თავის დროზე იყო საქართველო და რა დღეშია და როგორცაა დღეს სოჭა ისე იქნება საქართველო მესამე ფაქტია ის რომ ყოველთვის ყველაზე სანუკვარი ოცნება რუსი ავტორიტარების იყო გრუზია без გრუზინ საქართველო ქართველების გარეშეო და იმხელა ფაქტია მომხდარი კავკასიაში მე-20 საუკუნეში საერთოდ გააქრენ დედამიწიდან აბაზგები და უბიხები ეს ერები ქლიანი გენოციდი არ არსებობენ უკვე დედამიწაზე ეს ერები და აი ამისკენ ყველაზე ახლოს ვართ ახლა ფაქტიურად და უნდა გამოვხიზდეთ იმას ვამბობ რომ კომუნისტური ნომენკლატურული რეჟიმი 100 წელზე მეტი არსებობს საქართველოში და არსად არ წასულა არც ერთი ხელისუფლების დროს ყველაფერი რაც კეთდება და თითქოს და ხალხისთვის კეთდება ხო ეს არის ზევიდან აი შეიძლება რბილი ძალით მაგრამ ყოველდღიურად ხდება აი ამ ფაქტისკენ წასვლა და გადავშენდებით საერთოდ იყო კომუნიზმი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდი 25 წელი და ფაქტიურად ახლა ვხვდები რომ ვიყავი ჰომო სოვეტიკუსი რა იმ დონეზე იგია ჩემთვის ახლა როცა ვამბობ საქართველო ჩემთვის სიტყვა საქართველო და სიტყვა თავისუფლება არის ერთი და იგივე როცა ვამბობ თავისუფლებას ვფიქრობ ერთადერთი საქართველოზე ხო და ამის გარეშე ვერ იარსებებს საქართველო თავისუფალი თუ არა მართლა გადავშენდებით ახლა თინა კანდელაკიც ქართველია მაგრამ კი ვიცით რაცაა რა და ვიქცევით აი ზუსტად ამ დონეზე გადავიქცევით თუ კი არ გამოვხიზდებით. ახლა მე რაზე მოვიყვანე ის აზრი, რომ სოხუმში მუშაობდი კვლევითი ინსტიტუტში. 300 მეტრის დაშორებით თუ მეტი დაჟე რა, კვლევითი ინსტიტუტი იყო ზღვისგან დაშორებული და წყალქვეშა ნავი აღმოვაჩინე ბუნკერში. წყალქვეშა ნავი იყო ამოტივტივებული ბუნკერში, რომელსაც იცავდნენ რა. მე რა მინდა თქვა, ახლა ბათუმი რა ზევითაა, ორი იმდენი ქვევითაა. აი აქედან დაწყებული ურეხამდე ასვლამდე არის მიწისქვეშა გადასასვლელები. აღმოვაჩინე 20 წლის უკან რომ ახლა რო ავტოსადგური გაკეთდა ბონიდან ბარცხანაში გადასასვლელი, იქ იყო სამხედრო ბაზა. შეიძლება უფრო
კარგია ქვემოთ. სამხედრო ბაზა იყო მაგ რუსეთი ახლა ავტოსადგური როა და ავტობუსში ამოვიდა რუსის ჯარისკაცი რომელსაც კლავზე მივაქციე ყურადღება აი სადაც ჯარის ნაწილის ემბლემა რაკეტა ეხათა და ეწერა რაკეტნი ვაისკა ნუ სარაკეტო ჯარები ანუ რამხელა ინფრასტრუქტურა ჰქონდათ აქ რუსეთს და რამდენი ყველაზე დიდი ტვინიკოსები მუშაობდნენ ან სამხედრო შეიარაღებაზე ან გენური ინჟინერიაზე რომელიც მოქმედებს ტვინზე და ყოველი ადამიანის ტვინის ახლა კომუნისტური საბჭოთა კავშირის დროს მე მახსოვს აი საბჭოთა კავშირზე ცუდი ადამიანს რო ეთქვა აქ მაცხოვრებელს იქ გიჟად შეურაცხავდნენ და ვერც წარმოიდგენდნენ მიუხედავად იმისა რომ აი დაწყებაში მშობლები სულ ყველა მოკლული ან გადასახლებული ან რეპრესირებული ყავდათ. და აი ამ დონეზე იყო. მე მოხდა ისეთი რაცხა რომ ჰიპნოზიორი იყო ჩამოსული შპილმანი. სოხუმში და იმასთან შევედი და ჰიპნოზის ქვეშ მომაქცია და ხახვი მაჭამა და კაცი შვილი მთელი მსოფლიოს რო ეთქვა ხახვი ჭამეო არ დავიჯერებდი. მაგრამ იმ კაცმა მითხრა ჯიბეში ჩაიდევიო, აი მეგობრები გელოდებიან და გავყავი მერეო და ჯიბიდან ხახვი რო არ ამომეყოვეთ და არ დავიჯერებდი. და რა თქვა მაგ კაცმა იცი ბოლოს, რომ ნებისმიერი ადამიანს შემიძლია სხვა მოვაკლებიო რა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სადაც აქციები ტარდება ჩემთან, ხო, მე ვიძახი ჩემი ეზოს ბოლო ამეთქი. ზუსტად მე უკანა იმაში შევცხოვრობ მე და თელ კედელზე მიწერია, რომ ღმერთი სიყვარულია, იყვარდეს. მე ცოცხალი თუ ვარ გადარჩენილი, ხო? ვარ აი ტვინი ვერავის ვერ ახსნის. აი არ არსებობს ლოგიკა. მე ვამბობ ღმერთმა გადამარჩინა მეთქი. ყოველი ადამიანს ყავს თავისი მფარველია. აი თუნდაც ახლა ჩვეულებრივი რაცხაში ვცხოვრობთ, ხო? გავიხედოთ ირგვლივ. აი ამ ეს ხეები, ეს ბუნება, ეს მთლიანი ჰაერი, მთლიანი აი სიმთვრალეში და ლექსიც დამაწერია. ხალხო, ჩაფიქრდით ჩემს ნაამბობზე, რადგანაც ვამბობ ღვთისნაკარნახებს. ჩაფიქრებულ ხართ, როდისმე მასზე საიდან გაჩნდა ცისფერიზეცა? მზე სამყაროს რომ გვინათებს დღისით. ღამით უამრავ ვარსკვლავს რომ ხედავთ. ჩაფიქრებულ ხართ, როდისმე გედზე რატომღა მღერის სიცოცხლის ბოლოს, რატომღა ტირის ნიანგი მსხვერპლზე. ეს ხომ ყოველი თვით ღმერთმა შექმნა. ღმერთი ხომ თვითონ სიყვარულია. სიყვარულია ჩვენი სინდისით, სიყვარულია თვითაღმართლე, ყოვლის შემქმნელი სიყვარულია და სიყვარულია ყოველივე. ჩვენ თუ გავიმარჯვებთ სიყვარულით. ჩემთვის ღმერთი სიყვარულია და ამიტომ სიბრძნე აი თავიდანვე იმიტომ თქვი სიბრძნეზე ვეყნობი მეთქი სიბრძნეა ასეთი არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები არსებობენ ცუდი და კარგი ხალხი ყველა ერში მე ეს იმიტომ მინდა რომ აი ჩვენშიც მიდის უკვე იმხელა კამათი და იმხელა შინაურებში მე ისეთი რაცხას ვარ მოსწრებული ძმას იარაღს ესრულებოდა საწინააღმდეგო მხარეების დროს იმასაც ვარ მოსწრებული რომ შვილის მკვლელს მამამ ხელი ჩამოართვა რა ასეთი რაცხეებიც ხდებოდა და ამიტომ სიძლიერე ის კი არაა და ვაჟკაცობა ის კი არაა სამაგიეროდ გადაუხადოთ მტერს და ვაჟკაცობა ისაა პატიების უნარი გქონდეს და ჩემთვის ახლა ნებისმიერი ქართველი მე რატო ვიძახი ახლა მიცვალებული ადამიანი ორჯერ არ ვტევა მე სოხუმში რომ ცხოვრობდი უკვე მაშინ ვიყავი მტარი როდესაც მეგობრები დამეღუპა თქვი მე უკვე დამთავრდა რა ტარი ვარ და მის მერე ყოველდღიურად ცხოვრობ და ფაქტიურად აი მართლა თავს გავწირავ საქართველოსთვის აი ამას ვიძახი და იმიტომ გეხუტებით სულ ყველას რომ სიყვარული მინდა გადმოგცეთ და სიძლიერე გაგრძნობიოთ რა რომ თუ გავიმარჯვებთ არა სიძულვილით არამედ სიყვარულით სამშობლოს სიყვარულით გავიმარჯვებთ გაიხ
უკვე 200 დღეა გარეთ ვდგავართ თითქმის 200 დღეა და ფიქრობთ რომ აი როგორ მიდის ეს ამბავი მოსახლეობამდე და სამწუხაროდ ეს ტენდენცია შეინიშნება ქუჩებშიც, აი საკონსულტაციო სასამართლოს იქით რომ ხალხმა ერთის რომ კიდევ აქციებზე ვართ და კიდევ რაღაცას ვაპროტესტებთ, რაღაცა ირონიული დამოკიდებულება აქვს და გვერდს ეს დამოკიდებულება და განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფლებში და მუნიციპალიტეტებში. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს პროტესტი გადაგვიტანა სხვა ტერიტორიებზე და მოგიყვებით რა მდგომარეობაა ზოგადად გარეუბნებში, სოფლებში და რა დამოკიდებულებები აქვთ. ამ მომენტისთვის შემოვიარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი აზრებს ქვეყნის მდგომარეობას არიან ეკონომიკურ სიჩქარეში, არ აქვთ პენსიონერებს წამლის ფული, ცხოვრობენ აი ქვიშაზე, იატაკი არ აქვთ, ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებთ. უბრალოდ იმდენად პროპაგანდის ქვეშ არიან მოქცეულები, რომ მათი მთავარი საქმე მაინც არის მშვიდობა. და რატომ შეინიშნება ეს? მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შემორჩა ადეკვატური კატეგორია ამ მოსახლეობაშიც და ვიღაცები ამბობდნენ, რომ როცა მოდიოდით მათი სასაუბრად, აი 41 წელს ისე გავხდი, რომ ჩემთან არავინ არ მოსულა და არ თქვამს რა პრობლემები გაწუხებს და როგორ ცხოვრობთ. ეს არის მე მგონი ამ მდგომარეობის ამოსავალი წესები და ის რომ ეს კატეგორია საზოგადოების არის ქართული სულის მონოპოლის ქვეშ და ზოგადად ამ შემთხვევაში წარმოადგენენ არჩევნების ბირთვს, ოღონდ ეს არ ყალბდება ტექნიკურად, რაიმე ფურცლებზე ან კარუსელებით, ეს ყალბდება არჩევნებული დაშინებით, მანიპულაციებით და ასე შემდეგ. ასევე ძირითადად ანუ ვეკითხებით რა სამთავრობო ან რომელ არქივს ეხურებენ ზოგადად და აქაც ძირითადად ასახელებენ პოზიტივი იმედი, რუსთავიორი და არ ეკარებიან ოპოზიციურ მედია საშუალებებს, იმიტომ რომ ესენი არიან რადიკალები, სულს ლაპარაკობენ, რაღაცა ერთ წრეზე ტრიალებენ და არ უნდა რომ ნეგატივი შემოვიდეს ჩვენში. ასევე შეინიშნება ის ტენდენცია, რომ არ მიღწევთ ქართული ოცნება, იმიტომ რომ ყავთ მერიის წარმომადგენლები, გამგებლები, ადგილობრივები, სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ირთულებს რაღაც აი მაჭახელაში იყო ეს შემთხვევა. მაჭახელა არის ზოგადად მდინარე მაჭახელის ხეობაში, ერთ მდიდარი სოფელი არის ზოგადად ხეობა და ადამიანს არ ქონდათ წყალი სასმელი. და რა თქმა უნდა გაბრაზებულები არიან, უბრალოდ არ იგულებათ ალტერნატივა ოპოზიციის სახით ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების სახით და ამაზე ბევრჯერ მოლაპარაკია სხვადასხვა შეხვედრებზე, რომ ზოგადად როგორც ოპოზიციის, ისე სხვადასხვა ორგანიზაციების გრადია, რომ ეს საზოგადოება არის დღეს ინფორმაციულ ვაკუუმში. იმიტომ რომ რაღაცა იმართება შეხვედრები, იხარჯება ამაში მილიონები და ამ შეხვედრებს დადიან ერთ და იგივე სახეები, რომლებსაც ელაპარაკებიან ევროკავშირის სიკეთეებზე და ეს ხალხის ეს კატეგორია არის რაღაცა მივიწყებული, დაკარგული და ქართული ოცნების ხელში მარტო დარჩენილი. და ოპოზიციის მხრიდან კიდე შეინიშნება ის, რომ აი ამ ნაწილთან მუშაობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მოდიში დავანტყოფილებივართ, სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება აქვს. კი, ყველა ავანტყოფი ვართ, მაგრამ ეგ არ არის რაღაცა უფრო პრობლემისგან თავის აიდებებით უფრო ვიდრე რაღაცა პრობლემის გააზრება. კი ბატონო, და ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ აი ოპოზიციის წევრი, რომელსაც მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ, რომელიც ზემოდან ვიყურებს და წინა საარჩევნოებაც კი არ მოდის, ეს შემთხვევებიც არის, რომ არ დადიან მედია ცენტრებში რაღაცა აკრავენ პლაკატებს, არიგებენ გაზეთებს და საერთოდ ხალხთან კომუნიკაცია არ აქვს. შეიძლება მივიდეს მეკობრეულ პიროვნებასთან რაღაცა დაპირებები, 1000 ლარი პენსია, ცხოვრების პირობები და დატოვოს ეს მდგომარეობა ისევ ოცნების ხელში. რომელსაც აქვს უცხოური დახმარება, რომელიც არის საჯარო მოხელე, დასაქმებული არის ადგილობრივად და სხვაგან წასასვლელი რეალურად არ აქვს. ვერც პოზიციას აფიქსირებს, იმიტომ რომ ეს პრობლემის შემოქმნის არის დაშინებული და არის მარტო დარჩენილი. კი ბატონო, ეს არის როგორც ოპოზიციის, ისევე არის სამთავრობო ორგანიზაციების ბრალიც და წინა საარჩევნოებაც შეხვედრა კამპანია მოდი არჩევნებზე, თქვენც იყავით ამ კამპანიაში, მაშინაც დავდიოდით და ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო. და მე მგონი ამის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ ამ პრობლემებზე დაფიქრებული ყოფილა და რაღაცა საერთო სტრატეგია, საერთო გზა გამოეძებნათ, მაგრამ მე სიმართლე რომ გითხრათ, ამ ხალხს არ გავსჭი, ვერ გავსჭი, იმიტომ რომ რეალურად არ არის მათთვის სხვა ალტერნატივა და ჩვენთვისაც რთულია რაღაცა ამ დაშლილ და დაყოფილ
პოლიტიკურ ველზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება და განსაკუთრებით ხშირი ამ ხალხისთვის, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, არ აქვს შეხება სოციალურ ქსელებთან, არ აქვს შეხება ოპოზიციურ მედია საშუალებებთან და ასე შემდეგ. ამიტომაც გამოსავალი არის ის, რომ აქტიური კომუნიკაცია უნდა დავაყაროთ მათთან, როგორც ახალგაზრდებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა. სიმართლე გითხრათ, არ აქვს იმედობა ის ძალიან რადიკალური, როგორცაც ოპოზიციური პარტიები, როგორც ამბობენ, როცა მიდიხარ და ისაუბრებ მის პრობლემებზე და აგზომინებ თავს, რომ ხარ მისიანი, პირიქით ხარიეთ და დადებითად განიწყობენ. ამიტომაც საჭირო არის რაღაცა საერთო სტრატეგიების შემუშავება, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს კულტურაში თუ არ იქნება ერთიანობა და რაღაცა ერთიანი ძალა, იქამდე საზოგადოებას ვერ იქნება არჩევანის საბჭოთა და ასე. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ დაგგვირგვინე და ძალიან ყოველს მოვაწოდებ, რომ გავავასწავლოთ ეს პრობლემა და ვიმუშაოთ ამ კატეგორიასთან. მოკლედ, ჩემი როგორც აქტივისტის გადმოსახედით და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ხარბაჭერა და სოლიდარობა ისევ აქტივისტებში, ერთმანეთში, ურთიერთობაში და ის რაღაც დაპირისპირებები თუ განხეთქილებები რაც არსებობს, ესენი თუ ჩვენში არ გადაიჭრა, ისე სისტემას ვერ შევარდებთ და ვერც საბოლოოდ გავუშვებთ. სოლიდარობა და ხარბაჭერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სულ ამაზე აქცენტი ხშირად მოგავაკეთებთ ახალგაზრდებმა, მით უმეტეს, იმიტომ რომ ახალგაზრდებს გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ვიყოთ, რადგან სოლიდარიზმს ძალიან ბევრი რამე შეუძლია და ამან პროცესებმაც გვაჩვენა რეალურად ეს. ის თუ რა იდეებიც გვაწუხებს და ამ იდეებით სურს დისკომფორტი შევქმნათ, შევარყიოთ თუ ყველას თავისი დეფინიცია აქვს რეჟიმთან ბრძოლის. იმ ხარდაჭერა უნდა გამოვიცხადოთ. თუ ვერ ვეხმარებით აქტიობის განხორციელებაში მაქსიმუმ მოწონება მომწონია და ხელი მაინც არ შეუშალოთ და არ ვუთხრათ და არ დავამონეთოთ, რომ მოიცა ამის დრო არ არის, მოიცა ეხლა ცოტა ისეთი მშვიდობიანი აქციის დრო არის და ამ მშვიდობიან აქციებს აბოლოდ მოვიყვანა იქამდე, რომ რაღაცა 100 წელზე მეტია გარეთ გავართ ესე დაღლილები, გამოფიტულები და 20 კაცით, 20 ადამიანით. ნუ ეს არ აუშვებს. იმედი რა. რეალობა ეს აი ვერ დამალავთ რეალობას, რომ პროტესტი მიიჭკმავა, პროტესტმა რაღაც ეტაპზე მუხტი დააგდო ხალხში, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება და ზუსტად ამ სოლიდარობიდან ხარდაჭერით, ერთმანეთის გვერდში დგომით და იმ სიტყვებით, რომელთაც შეგვიძლია რომ გავაძლიეროთ ერთმანეთს. სულ ეს არის ცეცხლიანიდან. ჩემი აზრით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბათუმი არის საქართველოში თავისი ამ განსხვავებული ხალხის მრავალფეროვნებით ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ ცნობილი ადგილი, რას გულისხმობ რა. აქ შეიძლება შეხვდე რელიგიით სხვადასხვა ადამიანებს, კულტურით სხვადასხვა ადამიანებს და ისინი ერთად თანაცხოვრობენ და ჩვენ თუ გადავხედავთ ბათუმის წარსულს უშუალოდ ამ შემთხვევაში რეჟიმთან ბრძოლას გულისხმობ, ყოველთვის არის მომენტები, სადაც ისეთ რამეს აკეთებს რეჟიმი, რომ შეუძლია რომ ეს განსხვავებული ადამიანები დააყენოს ერთ აზრზე, ერთ მხარეს და ბათუმი არის ქალაქი, რომელსაც აქვს ისტორია თუ როგორ მოუგო რეჟიმს. მათ შორის ამ ბრძოლაშიც, ამ რეჟიმთან ბრძოლაშიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2017 წლის აქციები, მაშინაც თითქმის იგივე ბრძოლა იყო პოლიციასთან, რაც ეხლა არის მზია ამაღობელის საქმეზე, ზუსტად ერთ-ერთი მე იგივე დანაშაულს ხედავ პოლიციის მხრიდან, რაც მაშინ გააკეთა და ეხლაც და ასევე ჩვენი მედროშე თემურ ქალთამაძის საქმეზეც მაშინ რაც მოხდა, იგივე მოხდა ეხლაც, უბრალოდ მაშინ ბათუმმა საკადრისი პასუხი გასცა, მოიგო ეს ბრძოლა სისტემასთან ერთჯერადად, თუმცა ბოლომდე რატომღაც არ მივიყვანეთ ეს მოგებული ბრძოლა. და გვეგონა რომ ეს ერთჯერადი მოგებული ბრძოლა ჭკვასაც სწავლდა სისტემას, რომ იგივე შეცდომებზე აღარ წასულიყო, თუმცა არა ჭკვა ასწავლა, ოღონდ სხვა მხრივ. ასწავლა თუ როგორ ემოქმედათ იმ შემდეგი ესეთი შემთხვევისთვის და როგორ ჩაეხშოთ ეგ მუხტი შემდეგ ესეთ შემთხვევაში.
ასევე მოგებული ბრძოლა, რაც მახსენდება ბათუმის, ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული კვიზის აქციები, სადაც ხო, ჩვენ შედეგი დავდეთ და ვფიქრობ, რომ მათ შორის ჩვენც ახლა ბათუმელი აქტივისტები და მათ შორის თბილისელი აქტივისტებიც უნდა ვსწავლობდეთ თუ როგორ შევძელით ამ შედეგის დადება, ესე ვთქვათ, რომ გავითვალისწინოთ იმ ბრძოლაში, რომ ამ ბრძოლაში ახლა ჩვენ ვართ. და აი პროპაგანდას რაც შეეხება მაგაზე ვიტყვი, რომ ჩვენ თვლით, რომ ყველა ვინც ცივილად გვაზროვნებთ, რომ გამოსავალი იმისგან, რომ რეჟიმი კიდევ აღარ ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში არის დეცენტრალიზაცია. ამ კუთხით ბათუმი ასევე გამორჩეულია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აჭარას აქვს ავტონომია. თუმცა ამასაც ქართული ოცნება სათავისოდ იყენებს იქიდან გამომდინარე, რომ აჭარა და კონკრეტულად ბათუმი ამ შემთხვევაში არის პატარა ქალაქი თბილისთან შედარებით, მოსახლეობითაც ბევრად უფრო მცირეა, მაღალმთიანი რეგიონებია, სადაც რაღაც კონკრეტულ ეს ბენეფიტებზე წვდომა არ აქვს ისევე როგორც ქალაქში და ამას იყენებს სათავისოდ გულისხმობ იმას, რომ ესეთ მოცემულობაში ბევრად უფრო მარტივია შენი პროპაგანდის გავრცელება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ცვლილება. და ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ განსაკუთრებით, რომ აი თბილისში ისე მარტივად ვერ გაავრცელებენ პროპაგანდას, როგორც მაგალითად ზემომთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში, ბათუმში, იმიტომ რომ ცოტა შედარებით მოწყვლადის ხალხი ცხოვრობს და შედარებით ხო მარტივია რაღაცებზე აზრის შეცვლა მათი. ჩემი ყოველდღე მაგას უნდა ვაკეთებდეთ, რომ უნდა დავდიოდეთ და ამ ხალხს უნდა ვესაუბრებოდეთ თუ რას გვიშავებს ქართული ოცნება და რა ქმედებები იქნება სწორი დღეს. მადლობა რომ ვისაუბრეთ ახალი შოუს საკითხებზე. ბათუმში დღეს და მინდა ვთქვა, რომ თავისუფლების განმეორება ყველა პოლიტიკას ეს რეჟიმის ტყვეობაში. ასევე ბაქოს სულაკავის გამოცემობა მოხდა წიგნები გამოგატანა და ესეთ მოიწოდა დღეს პანელზე ამასაც დაგმორჩილეთ. მადლობა. ხო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არქივი როგორც ფოტო იყო და აჭირეთ რაღაცა ყველაფერს დააჭირეთ.